ფიქრობდი რომ რატომ უნდათ აი ამ შიგ ევროპელებს ესე ძალიან აი ამ რაღაცა გაფარჩაკებული, აკოთებული და რა ვიცი, ჩამპალი ევროკავშირის წევრობა ასე ძალიან. აი ამას ვფიქრობდი და ვერც ერთ მიზეზს ვერ პოულობ რეალურად რატო უნდა გინდოდეს რომ საქართველო გახდეს აი ამ რაღაცა გაფარჩაკებული იმპოტენტი კავშირის წევრი, რომლის მომავალიც გაურკვეველია და კაცმა არ იცის ხვალდაზე რა ფორმით გააგრძელებს ან საერთოდ გააგრძელებს თუ არა არსებობას აი ეს ევროკავშირი. ამ შიგ ევროპელებს დარწმუნებული ვარ, რომ ისეს ჯერათ, როგორც აი ლაპარაკობენ და როგორ თქვა, აცდენილები არიან ეს ადამიანები დროშიც და სივრცეშიც და ყველაფერში. ეს ადამიანები მისტირიან 20 და 30 წლის წინანდელ ევროპას და თუნდაც 10 და კიდე 5 წლის წინაც კიდე ჰადახა არა უშავდა. აი მაგ ევროპას მისტირიან ეს ბატები. და რეალურად ვერ აღიქვავენ რომ დღევანდელი ევროპას საერთოდ არანაირი კავშირი არ აქვს იმ ევროპასთან, რომელი ევროპაც მაგათ უნდათ და რომელი ევროპაც მაგათ აქვთ წარმოდგენილი. ეს რისი ბრალია? ეს იმის ბრალია, რომ წლების განმავლობაში ტევე პირველები, მთავარი ფორმულა, ეს დედამოწყნული სანაიები, გრიგოლიები, ნოდარა მელაძეები და ვიღაცეები ამ ადამიანებს განზრახ მიზან მიმართულად ურეცხავდნენ ტვინებს და ცდილობდნენ რომ ამ ადამიანებისთვის დაეჯერებინათ ის, რომ ვინც მათი აზრის წინააღმდეგი იყო, ვინც მათ შეეწინააღმდეგებოდა, ვინც მათ იმას ეტყოდა, რომ ევროპელი პოლიტიკოსები არიან მატყუარები, ვინც იმას ეტყოდა, რომ ევროპაში დაწყებულია სერიოზული ეკონომიკური კრიზისი, ვინც იმას ეტყოდა, რომ ევროპაში არის სერიოზული მიგრაციის პრობლემა და რა ვიცი, რაღაცა გაუგონარი ჯიშის ადამიანებით არის გავსებული. აი ამებს, ვინც იძახის ამ ადამიანებს, აი ამ პროევროპელ ბატებს ტენიან რუს პროპაგანდისტებად. ანუ ვინც სიმართლეს ეუბნება ამ ადამიანებს და ვინც ფაქტებით და არგუმენტებით ელაპარაკება, ასეთ ადამიანებზე თავიანთმა მხარდაჭერილმა დედამოწყნულებმა, აი ამ ნაციონალურმა მოძრაობამ და მათმა აი ამ ტელევიზიებმა გაუჩინეს ისეთი განცდა, რომ ჩვენ ყველა ვართ თურმე ის რაღაცა რუსეთის პროპაგანდის მსხვერპლები, პუტინის გამოგზავნილები, ბნელები, ქაჯები, არაფერი არ ვიცით თურმე და აი ამ რაღაცა ტყუილში და მარაზმში ამყოფებენ ამ საცოდავებს ამათ, რომ დგანან იქ და ევროპის დროშები და ევროპის ჰიმნი და თურმე შინ ევროპაში მიდიან. ჯერ რომელ შინ ევროპაში მიდიხართ, როდის იყო ჩვენი შინ ევროპა. მეორე კიდე თუ ოდესმე რამე ჩვენი შინ იყო ევროპა, დღევანდელ ევროპას იმასთან არანაირი კავშირი არ აქვს. ჩვენ რა ფასეულობებითაც ვიყავით ევროპელები და დღესაც რა ფასეულობებითაც ვრჩებით, რა ვიცი, ევროპელები და ევროპული მენტალობის და ევროპული კულტურის მატარებელი ადამიანები. დღევანდელ ევროპას მაგასთან საერთო არაფერი აღარ აქვს. და აი ამ ლიბერალებმა დედა მოუტყნეს ყველაფერს, რითაც ფასობდა ევროპა. და რითიც იყო მიმზიდველი და რატომაც იყო რაღაცა ისეთი როგორ თქვა, სიკეთის მომტანი კავშირი სხვადასხვა ქვეყნებისთვის. მათ შორის
ევროპის არაწევრი ქვეყნებისთვისაც. მაგრამ დღეს ხო ეს ევროპა აღარ არის ის ევროპა, ხო? დღეს ხომ როგორც ცადა მიწა ისე განსხვავდება გუშინდელი ევროპა დღევანდელი ევროპისგან. დღეს ხომ ფაქტია, რომ ევროპა არის რაღაცა იმპოტენტი კავშირი, რომელსაც მოლაპარაკების მაგიდასთანაც არ სვავენ. ის კი არა, რომ ვინმე მჭკუა შეეკითხოს და რამე გაითვალისწინოს ევროპელების აზრი. არა. მოლაპარაკების მაგიდასთანაც არ სვა უბრალოდ დამსწრეთაც არ სვავენ, ხო ხედავთ. მერე კიდევ ვისიც თქვენ გჯეროდათ და ვინც თქვენ რაღაცა იმედებს გაძლევდათ, აი ეს ევროპელი პოლიტიკოსები, იმ ხალხის ნახევარზე მეც თვითონ ევროპელებმა უარი უთხრეს და აღარ არიან პოლიტიკაში. აი მეტრაკე როთი რო ყავდათ, აქ რო თქვენ რაღაცა მიტინგებზე რო გაძლიერებდათ და იმედებს გაძლევდათ, საერთოდ წავიდა პოლიტიკიდან. შოლცმა არჩევნები წააგო და რა ვიცი, ხვალზე საერთოდ არავის აღარ ემახსოვრება. მხოლოდ შეიძლება შოლცი გაახსენდეთ სხვადასხვა საკითხების გამოძიებასთან დაკავშირებით და მეტი არაფერი. დანარჩენი რა ვიცი, აი ვისიც კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ვინც თქვენ იმედებს გაძლევდათ და ვისიც თქვენ გჯეროდათ, იმ ადამიანების ნახევარი აღარ არის პოლიტიკაში, იმიტომ რომ თვითონ ევროპელებმა გამოუტანეს განაჩენი მაგ ხალხს. რა თუნდა ამას ბევრი რაღაცა ახსნები და ბევრი ფილოსოფია, რომ აი ამ დღევანდელმა ევროპამ უკრაინას და უკრაინელ ხალხს დედა უტირეს, მოატყუეს, იხმარეს და გადააგდეს. თქვენ თვითონ თქვენი თვალით აი ამ შიგ ევროპელებმა ნახეთ, რას პირდებოდნენ მაედნის პროცესების დროს, აი ეგ ევროპელები, ვისიც თქვენ ასე ძალიან გჯერათ, უკრაინელ ხალხს და უკრაინას. რას პირდებოდნენ, რეებს ეუბნებოდნენ და მერე შეხედეთ, როგორ განვითარდა პროცესები და აი იმ დანაპირებიდან რა შეუსრულეს და ან კიდე მომავალში რას შეუსრულებენ იქიდან, რასაც პირდებოდნენ ამ ხალხს. ან თუ ევროკავშირის წევრი გახდება უკრაინა, ან თუ ნატოს წევრი გახდება და ან თუ რა ვიცი, უფრო მეტად ძლიერი და უფრო მეტად მომხიბვლელი და უფრო შემდგარი ქვეყანა იქნება უკრაინა, ვიდრე აი ამ ომამდე იყო. თქვენ აი მაგ შიგ ევროპელებმა ცოტა ხანი თუ არ გათიშეთ აი ეგ თქვენი არხები, რომელი არხებიც გონებას გირევთ და გიწამლავთ, კიდევ დიდხანს მოგიწევთ აი მაგ ილუზიაში ცხოვრება. თქვენ თუ არ უშველეთ თქვენ თავებს, სხვა ვერავინ ვეღარ გიშველით, იმიტომ რომ ვინც რეალობას გეუბნებათ და ვინც ფაქტებს გაჩვენებთ და არგუმენტებს, ამ ადამიანებს ყველას ეძახით, იქით პროპაგანდის მსხვერპლებს, რუსეთის შნირებს, რაღაცა რუსეთის პროპაგანდისტებს და ტიტუშკებს და მოღალატეებს და რაღაცა ყლეობებს. ამიტომ არავინ არ გჭირდებათ თქვენ თვითონ აი მაგ რაღაცა დედამოწყნულების მოსმენას თავი დაანებეთ და თქვენ თვითონ დაიწყეთ ინფორმაციების მოძიება და ობიექტურად შეფასება სოფლიოში მიმდინარე პროცესების და ძალიან სწრაფად და მალე აღმოაჩენთ, რომ დიდ ტყუილში ხართ დღემდე და აი ეს ევროპა, რომელსაც თქვენ მისტირი ხართ და რომელიც თქვენ გინდათ და სადაც ეკაჩებით ამ ქვეყანას, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, სადა მიწასავით განსხვავდება დღევანდელი ევროპა და აი ეს ევროპა, რომელიც მართლა გვინდოდა და რომელიც გხიბლავდა და რომელიც, რა ვიცი, რომლისთვისაც გვემეტებოდა ეს ქვეყანა, მაგრამ აი ამ დღევანდელი ევროკავშირის წევრობისთვის მე პირადად არ მემეტება ჩემი ქვეყანა.
ხო რაღაცებს გვეტიპებიან იქიდან ეხლა და ვითომ აი სანქციები და ვითომ ის და ვითომ ეს, მაგრამ დრო მოვა და აქეთ უფრო მეტად დაუჭირდებით ჩვენ ევროპას, ვიდრე ჩვენ გვჭირდება დღეს ევროპა ან ოდესმე გვჭირდებოდა. თუ არა და ღმერთმა ყველა კარგად გვამყოფოს და აი აგერ ახლო მომავალში გამოჩნდება ყველაფერი კარგად. ამის თქვა მინდოდა დღეს აი ამ შიგ ევროპელებთან დაკავშირებით და იმასთან დაკავშირებით თუ რა დამართეს ამ ადამიანებს ამ ნაბოზრებმა ამათ, ვისაც ქვია ნაციონალური მოძრაობა.